ზოგადად ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როდესაც ჩვენც უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. ვინაიდან ჩვენ სამწუხაროდ უკვე ძალიან შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს რა არის ღირებულება და რა არ არის ღირებულება. ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს არსებობდეს რაღაცა უფრო დაბალი ქართული ღირებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა რომ ყველა შევახსენოთ, რომ აქ არავინ არ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები აქ არის ჩასაბარებელი არ აქვს. ქართულ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუ კი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, კრიტიკის ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ ასაც ვხედავთ არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა, ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი მეთოდი არის, რომ თავიდან აერიდონ კრიტიკა და გაღმა შედავებისავით რაღაც გაბუტულ პოზაში ჩადგნენ და რაღაც ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. მარტივი რამე არის, ამიტომ რომ მიიღონ კრიტიკა, მით უმეტეს ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით, როდესაც მაგალითად ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, როდესაც მაგალითად ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. და ყოველ ჯერზე ვასახელებს მტკიცებულებას და ფაქტს. ამიტომ ნება იბოძონ და უპასუხონ ამ ყველაფერს. ეს ერთი, მეორე, ეს კი განსაკუთრებით შეეხება საქართველოში აკრედიტებულ ელჩების ნაწილს, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული არიან შიდა პოლიტიკაში ვენის კონვენციის დარღვევით. ყველას შევახსენებ კიდე ერთხელ, როგორც ჩანს კიდე შეხსენება არის საჭირო, რომ ვენის კონვენციის 51 მუხლი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციის 51 მუხლი მოიცავს ორ საკითხს, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. პირველი ეს გახლავთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები, მათ აქვთ იცით სამართლებრივი იმუნიტეტი, საგადასახადო პრივილეგიები და სხვა საკითხები, ანუ განსაკუთრებული სტატუსი აქვს ყველა ერთს, ჩვენ ელჩებს სხვა ქვეყანაში, დიპლომატებს და სხვათა დიპლომატებს ჩვენთან არიან, ასე ვთქვათ, ცალკე სპეციფიურ სამართლებრივ რეჟიმში. ამის საპირწონედ იმავე მუხში წერია, რომ ამ პრივილეგიების საპირწონედ ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატები არ უნდა დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა. ეს არის ანი და ჰოე დიპლომატიური ეტიკეტისა და სტანდარტისა და რატომ? დღეს ვხედავთ ჩვენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივად კონფლიქტში არის ქართული ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კი აქვთ გადაზრდილი მათი კომენტარებს, როცა ვისმენთ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. არა, მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არა, თუმცა უყურეთ რა არის დიპლომატის ამოცანა, ხო? რომ ქვეყნის ხელისუფლებებს შორის იყოს კომუნიკაციის ხიდი და მიესწოლებოდეს ხელისუფლებასთან, ხო? როდესაც დიპლომატი დაკავებული არის თავდასხმებით ხელისუფლების მიმართ, როდესაც დიპლომატი დაკავებული არის თავდასხმებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხალხის მიმართ, როდესაც დიპლომატი აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია იქ ხალხად და სხვას ხალხად არ თulis, რა თქმა უნდა ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი. შესაბამისად, გვაქვს ამიტომ მინდა ვთქვა, რომ არის მეორე კატეგორია, როდესაც კრიტიკაზე ვსაუბრობთ, ეს კატეგორია არის ზოგიერთი დიპლომატი საქართველოში, ელჩი თუ სხვა თანამშრომელი საელჩოში, რომელიც ჩვეულებრივ რიგით პოლიტიკოსად არის ქცეული, ქართველ პოლიტიკოსად არის ქცეული და ამ შემთხვევაში პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს თუ ქცევის წესს და სტანდარტებს და რა თქმა უნდა, თუ კი ამაზე ამნაბიჯზე მიდიან და ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაშინ მით უმეტეს აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც სხვათა შორის მათივე დაფინანსებით არის რიგ შემთხვევაში, ან ცუდ სტანდარტს როცა გულისხმობთ, მათივე დაფინანსებით არის დამკვიდრებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ, თუ კი ვინმეს უნდა იყოს, რომ იყოს მიღმა
პოლიტიკური დებატებისა, გულისხმობ მე დიპლომატებს, მაშინ ვენის კონვენცია აძლევს ზუსტად ამის ჩარჩოს, სადაც წერია, რომ ისინი არიან განყენებული და ასე ვთქვათ, პრივილეგიებით მოსარგებლე პირები, იმ პირობით, რომ ისინი არ ერევიან საშინაო საქმეებში, არ შეერევიან საშინაო საქმეებში და კაციშვილს არ ახსოვს იმდენი ელჩი არის საქართველოში, რომელზე გახსოვთ ან ყოფილიყოს კრიტიკული განცხადებები, ან მოქალაქეებს ქონდეთ ამხელა კრიტიკა ელჩების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერი სხვა ელჩი დაასახელეს და არც კი იციან რომელი ელჩია. ის ელჩები, რომლებიც დაკავებული არიან ქართულ ხალხზე თავდასხმით, რა თქმა უნდა, მაშინ აიტანონ კრიტიკა. ხო, რაც შეეხება, ხო, პასუხი ამ წელზე ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ერთი მთავარი სათქმელი, რაც მაქვს მე მისთვის და ასევე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ელჩისთვის თუ დონორისთვის არის შემდეგი, რომ ჩვენ, რასაც ახლა ვხედავთ, არის ის, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება ზიზღი, ძალადობა, პროპაგანდა, ანუ ფინანსდება ექსტრემიზმი. ეს უკვე არის ის ზღვარი, რომელიც უშუალოდ არის ექსტრემიზმის ზღვარი. ჩვენ ხედავთ, რომ საჯაროდ, ცინიკურად ორგანიზაციები, რომელიც ღიად ფინანსდებიან და ხელშეწყობილი არიან ევროკავშირის ელჩის თუ სხვა ზოგიერთი ელჩის მხრიდან, ღიად და საჯაროდ არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას, რაც არის პირდაპირ განსაზღვრება ექსტრემიზმის. შეგახსენებთ, გერმანიაში სულ ახლახან აკრძალეს ორგანიზაცია, რომელსაც ეთქვა რაღაც სამეფოს მოქალაქეებს თუ დაახლოებით ასეთი სახელწოდება ჰქონდა, აკრძალა ორგანიზაცია გერმანიის სახელმწიფომ იმის გამო, მათ შორის, რომ ისინი არ აღიარებდნენ არჩეული თუ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას. არ აღიარებდნენ სამართლებრივ წესრიგს და კანონებს. ამის გამო და ამას უწოდეს ექსტრემიზმი და აკრძალეს. საქართველოში იგივე ქვეყნების წყაროებიდან ფინანსდება ზუსტად ეს ორგანიზაციები, რომლებიც არ აღიარებენ ხალხის მიერ არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობას, ანუ არიან ანუ მიყვებიან ექსტრემიზმს. ამიტომ მთავარი დასკვნა და მოწოდება არის ის, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ უკვე, რომ ევროკავშირის და ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოში ფინანსდება საქართველოში მხარდაჭერილია და დაფინანსებული არის ექსტრემიზმი და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის ის წითელი ხაზი, რომელიდანაც ახლა ყველა უნდა გამოფხიზდეს და დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. მათი კანონმდებლობისკენ, რასაც ამზადებენ, მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, რას პასუხობთ თქვენ? აი, ზუსტად ეს არის, როდესაც საელჩო ცინიზმით არის დაკავებული, იმავე განცხადებაში თავს დაესხა საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ კანონს, რაც ასევე არის ვენის კონვენციის დარღვევა. კიდევ ერთხელ, არც ერთი დიპლომატის საქმე არ არის და არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლის და მის მიერ მიღებული კანონების უსაფუძვლო კრიტიკა. ამიტომ ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი არის ეს, რა თქმა უნდა, ცინიზმი, ეს განცხადება, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ შვედური კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ეხება ექსტრემიზმის და საბოტაჟის, ასე ვთქვათ, დაფინანსების აკრძალვას. მაშინ, როდესაც შვედეთის ხელისუფლების წევრი საქართველოში ახალისებდა ექსტრემიზმს და ახალისებდა საბოტაჟს. გვახსოვს 11 ნოემბერს, გუშინ დავდე კიდევაც განმეორებით ეს ვიდეო, 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის წინ შვედეთის ხელისუფლების წევრი იდგა და მიმართავდა რადიკალურ ოპოზიციას და შემდეგ სატელევიზიო ჩართვაში მოუწოდებდა რადიკალებს მოუწოდებდა პარლამენტის საბოტაჟისკენ, მოუწოდებდა ექსტრემიზმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ქუჩაში და გაემეორებინათ მაიდანი. ანუ აქ ყოფილიყო სისხლიანი პროცესები საქართველოში. აი ამ ხელისუფლების შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ სანამ ხსმენიათ შვედეთის საელჩოს განცხადება, რომ ის არ იზიარებს, გმობს, ემიჯნება, სხვა აზრი აქვს, არა, რახან არ გმობს და არ ემიჯნება, ესე იგი იზიარებს. აქედან გამომდინარე, როდესაც შვედეთის საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისების და საბოტაჟის წახალისების მოწოდებებს, ახლა აქ
განცხადებების გამოქვეყნება, აბსოლუტურად ცინიკური განცხადებების გამოქვეყნება და საუბარი იმაზე, რომ თითქოს რაღაც სხვა განზრახვები აქვს შვედეთში, ეს არასერიოზულია. სხვათა შორის შვედეთში მათ შორის ერთ-ერთი მმართველობა არის რელიგიურ ორგანიზაციებზე თავდასხმა. რაც კიდე სხვა განზომილების დარღვევა არის ადამიანის უფლებების, როდესაც მიზნად სამიზნეში ამოღებული ყავთ რელიგიური ორგანიზაციები. ეს კიდე მე მგონი ამძიმებს იმ მიზნებს, რომელიც შვედეთში არის. შემდეგ გითხავთ ამ შემთხვევაში როგორ იქნება თქვენი კომენტარი 40 ხო, ანუ 40 ხო გადავთვალე უკვე და 1979 წელს არის როგორც ჩანს საქართველოს თბილისიდან ნანტი დაძმობილება. შეგახსენებთ 1979 წელს ჩვენი საქართველოს იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი და ამ საერთო ამ ქვეყანას მართავდა ბრეჟნევი. ანუ 1979 წელი, როდესაც დაძმობილდა ნანტი და თბილისი, არის წელი, როდესაც მართავს სახელმწიფოს ბრეჟნევი და წელი, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში. როგორც ჩანს, ნანტის მერი ფიქრობს, რომ ბრეჟნევის საქართველოს უფრო დემოკრატიული იყო, ვიდრე დღევანდელი საქართველოს. არასერიოზული არის საერთო ჯამში ასეთი მიდგომები, თუმცა გასაკვირი არ არის. იმ პირობებში, როდესაც საფრანგეთის საელჩო აფინანსებს ნაციონალურ მოძრაობის ლიდერებს, ნახეთ ჩვენ რომ ნაციონალურ მოძრაობის სიის წევრი, რომელიც პარლამენტის წევრი გახდა. იმ ადამიანს აფინანსებს თითქოს მან მარშრუტები უნდა ხაზოს სადღაც ქალაქებში და ამ დაფინანსებიდან ორ კვირაში ამ ორგანიზაციამ ექსტრემისტული განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, რითაც გამოჩნდა სინამდვილეში, რას აფინანსებს საფრანგეთის საელჩო ამ ორგანიზაციის სახით აფინანსებს ექსტრემიზმს, ლეგიტიმური ხელისუფლების არაღიარებას. ამიტომ სადაც საფრანგეთის საელჩო ექსტრემიზმს და ნაციონალურ მოძრაობის რადიკალურ ოპოზიციის ლიდერებს უხდის ფულს, ეხლა ნანტი ალბათ ნაკლებად არის გარკვეული ჩვენს რეალობაში და შეიძლება აქ ვიფიქროთ, რომ რაღაც მათი არცოდნის გამო არის, რომ ბრეჟნევის საქართველოს უფრო დემოკრატიული ჰქონიათ, ვიდრე დღევანდელი საქართველოს. სამწუხაროდ ზუსტად ეს ახმავა. განსაკუთრებით ქალბატონი რასა, როდესაც დგება ტრიბუნასთან და რუსული აქცენტით საუბრობს ინგლისურად და საუბრობს ზუსტად იმ ნარატივში, როგორც მოსკოვი ელაპარაკებოდა თავის დროზე ქართველებს. სამწუხაროა, რომ განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების პოლიტიკოსებმა ერთადერთი რამე ყველაფერს გაემიჯნენ საბჭოურს, ასე ვთქვათ, და ოკუპაციად აქვთ გამოცხადებული ეს პერიოდი, თუმცა რატომღაც ძალიან კარგად შეითვისეს საბჭოური მეთოდები და ჩვეულებრივი პარტიის ინსტრუქტორების ტონში ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოქალაქეებს. ოპოზიციაში დაპირისპირებაზე მინდა გითხოთ, ამჯერად ისევ თვითმმართველობის არჩევნებია შეუთანხმებლობის საგანი და ამის პარალელურად ევროპარლამენტი მოუწოდებს ოპოზიციას, რომ იბრძოლონ თვითმმართველობის არჩევნებში. რატომ არის ჯერჯერობით შეუჯერებელი პოზიციები თქვენი შეფასებით და ასევე ევროპარლამენტარების მოწოდება როგორ შეიძლება შეფასდეს თქვენი მხრიდან? რა გითხრათ, ამას ვაკვირდებით ჩვენ უკვე 13 წელი არის, რაც ისინი ოპოზიციაში არიან და მანამდე 9 წელი ვაკვირდებოდით, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ეს არის ჯგუფი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ ისინი მოქმედებენ გარედან დასახული ნაბიჯებით. ამას ხო პირდაპირ ამბობენ, არა პირველი საკითხი, რასაც საყვედურობენ ისინი საქართველოს ხელისუფლებას არის, რომ არ უჯერებთ რასა იუკნევიჩიანეს და ვიღაც კიდე სხვაებს სხვადასხვა ქვეყნიდან. და ამბობენ, რომ სწორი არის პოლიტიკა, არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოძრაობა, საკუთარი ხალხისთვის ყურის დაგდება, არამედ უცხოელებისთვის ყურის დაგდება. სინამდვილეში ხო მან ჩამოყალიბდნენ ფაქტობრივად იდეალურ მონებად. და ეს შემთხვევითი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციას ძალიან ხშირად იყენებს ამ ტერმინს მონას. ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი განსაზღვრება, ქვია პროექცია. როდესაც ადამიანი იმისთვის რომ
გაექცეს დაემალოს თავის უარყოფით თვისებებს, ამის პროექცირებას ახდენს სხვაზე, სხვას მიაწერს ამ თვისებებს. ასე რომ ეს მონას ძახილი შემთხვევითი არ არის. ამითი სინამდვილეში გარკვეული ფროიდისეული წამოწდენაც არის, რომ ისინი ხვდებიან, რომ ისინი თავად არიან იდეალური მონები, რომლებიც ერთ დაძახილზე მზად არიან დადგნენ ცალფეხზე, ეს პირდაპირ გითხრეს, ერთ დაძახილზე მზად არიან, რომ დაასმინონ საკუთარი სამშობლო და ჩვენ ვნახეთ გუშინ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ადამიანები, როგორ იდგნენ ბრიუსელში სამშობლოს დასასმენად. აღარაფერს ვამბობ კომიტეტებში, რომ ჩვენებებს იძლევიან საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. სინამდვილეში ამ ასე ვთქვათ, გარკვეულ ცუდ პროცესებს, რასაც ვაკვირდებით ჩვენ NGO და ოპოზიციურ სპექტრში, მათი ასე ვთქვათ, სამშობლოს დასმენის მხრივ, სინამდვილეში ამას რაღაც მხრივ ამას აქვს პოზიტიური მხარეც. ის რაც ჩვენ ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს და რაღაც არქივის დოკუმენტებში, როგორ ასმენდნენ თავის გვერდში მყოფს, როგორ ღალატობდნენ თავის ქვეყანას და ასე შემდეგ, რაც ასე ზოგი გადმოცემით ვიცით უფრო ძველი ისტორიიდან და ზოგი შეიძლება არქივებიდან შემთხვევით ვიგებთ, თურმე რომ ვიღაცა დამსმენი ყოფილა ადამიანი, რომელიც შეიძლება სხვა მხრივ ცნობილი ყოფილიყო. დღეს ამას უყურებთ პირდაპირ ეთერში. აი ამ დამსმენებს ხედავთ პირდაპირ ეთერში, რომელიც დგანან და თავსაკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვებთან. და ხედავთ პირდაპირ ეთერში, რას ნიშნავს სამშობლოს ღალატი. ეს ევროპარლამენტში შეგეკითხებით, ევროპარლამენტარების მოწოდება შეცვლის რამეს ოპოზიცია. რაც შეეხება ამ მოწოდებას კიდევ ერთხელ მე არც თარგმნის და არც ორიგინალის შინაარსი არ მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გვაქვს საქმე იმ ჯგუფთან, რომელმაც იმავე დოკუმენტში და გუშინელი განხილვების დროს თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობა ეს არის დემოკრატიის ამშენებელი ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილი კვლავ ყავს შუქურად და უნდა გავათავისუფლოთ. ეს არის ღირებულებით კრიზისში მყოფი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ვუყურებთ და მართლა გაუგნება, ხომ? რომ გუშინ თქვი მე კიდევაც, რა შეუკვეთე და რა ჩამოგვივიდა. რას როგორ გვესმის ჩვენ ევროპა და რას უყურებთ ჩვენი თვალით, უყურებთ აბსოლუტურად საბჭოთა ცეკას დონეზე დასულ განხილვებს, სადაც მიყვანილი ყავთ დამსმენები, მოწყობილი აქვს ტროიკები, გაასამართლო მთელი ხალხი. და ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი ამ მხრივ გამოირჩევა განსაკუთრებით ფაშისტური განცხადებებით. გაგახსენებთ, რომ მან თქვა, რომ მთელი ხალხი ქართული ოცნების ამომრჩეველი არის დამნაშავე ამ ყველაფერში. დამნაშავედ გამოაცხადა მინიმუმ 1.200.000 ადამიანი, ამაზე მეტი ტროიკა და ამაზე მეტი საბჭოთა რეპრესიული აზროვნება რა შეიძლება იყოს, რაც ამას ვესწრაფვით. განარჩენებისგან, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმაცია პირდაპირ პირობად ხელისუფლების. ამ შემთხვევაში ლეო და გახარია თუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, ეს რას ნიშნავს? რა შანსები აქვს პოლიტიკურად კიდევ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეთ და ამ ყველაფრის პარალელურად მაშინ როდესაც უარი თქვეს პარლამენტზე და ახლა საკრებულოში უნდა საქმის გაგრძელება პოლიტიკურ ლეველზე ეს ეტაპზე ეს როგორ შეიძლება შეგასწავლოს? შანსი სინამდვილეში არავის არ აქვს, ამიტომ მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ეს ნაკლებად რელევანტურია, ვინაიდან პოლიტიკური განაჩენი საბოლოო გამოიტანა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, როდესაც თქვა, რომ უცხოს მონებს ხელისუფლებაში ქართველი ხალხი არ მოიყვანს. უცხოს მონები ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ვერ მოხდებიან ხელისუფლებაში. ამიტომ ეს სხვა ვინ რას ტაქტიკურად ალაგებს და როგორ ეუბნებიან გარედან, რომ ზოგმა კარგი და ცუდი პოლიციელის როლი შეასრულოს, ზოგი კონსტრუქციულად ჩანდეს და ზოგი დესტრუქციულად, ესეც იგი ეს ოპერა და კინო ნანახივა. ზუსტად ასე ალაგებდნენ გარედან კარგი და ცუდი პოლიციელის როლში სხვადასხვა ჯგუფებს, როდესაც ერთის მხრივ ყავდათ ცალკე რადიკალური ჯგუფები, რომელსაც რადიკალიზმს და ექსტრემიზმისთვის იყენებდნენ და ყავდათ ვითომ კონსტრუქციული ჯგუფები, რომელსაც იყენებდნენ შესაბამისად იმისთვის, რომ შეექმნათ რაღაც შთაბეჭდილება, თითქოს არსებობს ალტერნატივა
ხელისუფლებისთვის. კიდე ერთხელ უცხოს მონას ხელისუფლებაში არაფერი ესაქმება დამოუკიდებელი ქვეყნის. და ის ქვეყანა, სადაც უცხოს მონა მოვა ხელისუფლებაში, ის ქვეყანა რა თქმა უნდა თავის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას დაკარგავს და ასეც იყო 2012 წლამდე. იგივე თემას ვაგრძელებ, ევროპარლამენტარების მოწოდება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეცვლის რამე მათ მოცემულობაში. უბრალოდ მე არ მინდა ხა მიმსჯელო ვისი დამოკიდებულებით და არადამოკიდებულებით და რას შეცვის, რას არ შეცვის. ყველაფერი წიწილები დაითვლება ოქტომბერში, როდესაც იქნება არჩევნები. დავითვლით იმას თუ რომელი ოპოზიციას მიეცემა მითითება რომ შევიდეს არჩევნებში და რაც თავარია დავითვლით კიდევ ერთხელ რომ უცხოს მონებს ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არ ბანანის ეკონომიკის მედეგობასთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო რეზერვების აუცილებლობაზე ზოგადად მსგავსი წინსვლა ეკონომიკის მიმართულებით, რომელიც და პოლიტიკის დამსახურებით. ეს აჩვენებს თუ რამდენად მდგრადი არის ჩვენი სახელმწიფო გადაწყვეტილებები ეკონომიკის მიმართულებში იმ პირობებში, როდესაც საქართველო არის გარე და შიდა დარტყმების ობიექტი და ვხედავთ რომ პირდაპირ ხდება უცხოეთიდან საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება, წახალისება, მხარდაჭერა. ამ პირობებში ჩვენ ხედავთ რომ გვაქვს ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით. ეს აჩვენებს ბევრ რამესთან ერთად კიდევ ერთ რამეს აჩვენებს რომ ამ ექსტრემიზმს, რომელიც უცხოეთიდან არის დაფინანსებული, არანაირი მის მიმართ არანაირი ემპათია ქართულ ბიზნესს და ქართულ ხალხს არ აქვს. არის საქართველო, რომელიც მიდის თავისი კურსით და არის ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაც ზიანი მიაყენონ, თუმცა ხედავთ რომ არ გამოწვევს. შემთხვევაში გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა და სანქციების პოლიტიკა. თუ კი ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან არ გვექნება ურთიერთობა, მაშინ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და თუ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება საპარლამენტო არჩევნები, მაშინ როგორ უნდა დაიწიოს ის კრიზისი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. თუ ევროპარლამენტის რეზოლუციას მივყვებით, მაშინ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ. ჯერ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და მას ბოდიში უთხრათ, რომ ასე ვთქვათ, მოუწია სასჯელ ახსოვებულ სისტემაში ყოფნა, ჯერ ამას გავაკეთებთ, რა თქმა უნდა. შემდეგ გავაკეთებთ იმას, რომ დავხურავთ ტელევიზიებს, შევარდებით იმედში, შევარდებით საზოგადოებრივ მაუწყებელში, შევარდებით კიდე სხვა ტელევიზიებში, რომელსაც ეს ევროპარლამენტი თავის რეზოლუციით ამბობს, რომ არის დასახური და სიამოვნეში ეს აქვს მომზადებული, როგორც კი ხელისუფლებას ხელში ჩაიგდებენ, რომ გაიმეორონ ის შევარდნები ტელევიზიაში, რასა იუკნევიჩია ეს მომზადებული აქვს ამისი სამართლებრივი საფუძვლები, ითქვან, აი ევროპარლამენტის რეზოლუცია და შევარდებიან, გააწვენენ იატაკზე, როგორც მაშინ ფეხმძიმე ჟურნალისტებს და დახურავენ ტელევიზიებს, ზუსტად იგივეს გააკეთებენ. ანუ ესე იგი თუ მივყვებით, მაშინ შემდეგ ტელევიზიები უნდა დავხუროთ, შემდეგ თავები უნდა დავისანქციოთ, ასე ვთქვათ და თვითგვემას მიმართოთ და ამის შემდეგ შეიძლება დავფიქრდეთ კიდე ახალ არჩევნებს. აი ეს არის, რასაც გვეუბნებიან, რომ ეს არის ევროპული ღირებულება და ჩვენ ხო გუმანით მაინც ხვდებით, რომ ეს არის ტყუილი, რომელსაც ჩვენ გვაყიდებენ, როგორც ევროპას, სინამდვილეში ეს არის საბჭოთა კავშირი, აი ის მენტალიტეტი, რომელიც ამ რეზოლუციაში არის ჩადებული და კიდევ ერთხელ, როდესაც გორბაჩოვის თანამებრძოლები არიან ამ რეზოლუციების ავტორები, გორბაჩოვის თანამებრძოლები, რეზოლუციის ავტორები და მხარდამჭერები. ეხლა იქ ჩვენ რას მოვალთ, რა უნდა იქ ევროპას გორბაჩოვის თანამებრძოლებთან. იქ არის საბჭოთა კავშირი, ასე რომ ამ რეზოლუციის სულისკვეთება არის იგივე, რაც პარტიის ყრილობების სხვადასხვა რეზოლუციებში იყო, მე მგონი მაშინაც რეზოლუცია. სანქციები მათი თქმით, გაგრძელდება სანქციები, გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა. უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება სხვადასხვა მტრულ ნაბიჯებს ქართული ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ესა თუ ის მათ შორის ხელისუფლება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ხელისუფლება იყენებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რა მძიმე ღირებულებით კრიზისში არის ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, როდესაც ხალხს ესხმის თავს უსაფუძვლო გადაწყვეტილებებით და რაც თავარია, სხვა შორის ეს გადაწყვეტილებები აბსოლუტურად
აცდენილი არის საერთაშორისო სამართლებრივ ნებისმიერ სტანდარტს. ბატონო საელჩოში იყო ოპოზიციის ოპოზიციის ნაწილის შეხვედრა და არ ვიცით რაზე ისაუბრეს, უცნობია დეტალები, თუმცა როგორც თარკო-ჩარკოებმა თქვა, დიპლომატის გაცილებაზე იმყოფებოდა და პოლიტიკური საკითხები არ განუხლა. ორი რამ მინდა რომ გითხრათ, თუ ეს მართლაც დიპლომატის გაცილება იყო, მაშინ რატომ არ იმყოფებოდა მმართველი გუნდი და რა მიზანი შეიძლება ქონოდა ზოგადად აი ამ შეხვედრას, როგორ გიქრობთ? არ ვიცი, მე გუშინ წინ ვიყავი კახეთში, ოპოზიცია გუშინ იყო ბრიტანეთის საელჩოში. მე კახეთში ხალხი ვნახე, ვინაიდან ჩვენთვის ხელისუფლების წყარო არის ჩვენი ხალხი. ოპოზიციისთვის ხელისუფლების წყარო არის სხვადასხვა ელჩი და საელჩო. ამიტომ ყველას თავისი სამიზნე ჯგუფი ყავს და ამიტომაც დადიან სხვადასხვა საელჩოებში, რომ მიიღონ სხვადასხვა სახის მითითებები თუ ინსტრუქციები. ასე რომ არ ვიცი, ეს მათი შინაური საქმე არის. რაზე ქონდათ საუბარი, მე ჩვენ ხედავთ, რომ სამწუხაროდ ბრიტანეთის ელჩიც გამოირჩევა ვენის კონვენციის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით ქართულ ხალხზე და საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებით, რაც სამწუხარო არის, თუმცა სამწუხაროდ ეს საერთაშორისო წესრიგის საწინააღმდეგო კულტურა რატომღაც რამდენიმე ელჩმა დაიმკვიდრა. ასე რომ არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, ეს მათი საქმე არის, ჩვენთვის თავარი არის, რომ ჩვენ სასაუბრო და სალაპარაკო ქართულ ხალხთან გვაქვს და მათ აქვს სასაუბრო სალაპარაკო უცხოეთის წარმომადგენლებს. ელჩებთან დაკავშირებით მინდა ერთი რომ დავასუსტოთ, თქვენ თქვით, რომ ზოგიერთი ელჩი დაემსგავსა ქართველ პოლიტიკოს თავისი განცხადებებით მათ შორის, ხო? რომელ განცხადებას გულისხმობთ, სადაც ელჩი დიპლომატიურ, ესე რომ ვთქვათ, ენას აღგებს და რაღაც პოლიტიკურ მესიჯებს აკეთებს, კონკრეტულად ვის გულისხმობთ და ვის გულისხმობთ, როცა თქვით, რომ სხვადასხვა რამდენი აიტანო ის კრიტიკაო. თავისთავად, რაც როცა როდესაც კიდე ერთხელ ვიმეორებ, როდესაც უცხო ქვეყნის საქართველოში აკრედიტებული დიპლომატი თავს ესხმის საქართველოს პარლამენტს და მის მიერ მიღებულ კანონს, ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა, ამითი ის იხდის დიპლომატის მანტიას და იწვევს რადიკალური ოპოზიციის ტყავის ლაბადას, რომელიც ასე უყვარს ჩვენს რადიკალებს. შესაბამისად, ის გარდა იმისა, რომ თავისი ქცევით თუ არგუმენტაციით იმეორებს და აკოპირებს, ასე ვთქვათ, იმეორებს რადიკალური ოპოზიციის და ექსტრემისტული ჯგუფების გზავნილებს, შესაბამისად იქცევა როგორც ადგილობრივი პოლიტიკოსი და მე შემდეგ ამიტომ ამბობ, რომ ხალხის დამოკიდებულებაც ამით არის შემდეგ გამოწვეული, აღიქვამენ მათ როგორც ჩვეულებრივ რიგით რადიკალ ოპოზიციონერს და თუკი როგორც და ის იმ სფეროში ექცევა, სადაც არის პოლიტიკური ბრძოლის, ასე ვთქვათ, მინდორი თუ ველი საქართველოში და არის შესაბამისად, რა თქმა უნდა, კრიტიკასაც იღებენ როგორც სხვა ოპოზიციები. ეს განცხადებები პოლიტიკურ განცხადებებად დარჩება, ბატონო შალვა, თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ვენის კონვენცია თუ არის დარღვეული, მაშინ ამ ყველაფერზე შესაბამისად სამართლებრივი რეაგირებაც უნდა იყოს ხო ჩვენი მხრიდან. თუ მტკიცებულებები გაქვთ, რომ ვენის კონვენცია ირღვევა და მართლაც ირღვევა, მაშინ სამართლებრივად აპირებთ თუ არა რამის გაკეთებას, თუ ეს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილი არის. სავსე მტკიცებულებები მე კი არა, დღეს ინტერნეტის სამყაროში ყველაფერი უკვე ინტერნეტში დევს. შედით და ნახეთ წინასაარჩევნოდ ევროკავშირის ელჩის განცხადებები, როდესაც ის არათუ რაღაც ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, ქართული ოცნების საარჩევნო ბანერებს აკრიტიკებდა, საარჩევნო ბანერს და სლოგანს აკრიტიკებდა. იმიტომ რომ შეიძლებოდა ის ბანერის დიპლომატიის თვალით დანახული ბანერი, რომ არ ყოფილიყო მაგალითად ეთიკური. ბევრი რამე შეიძლება, მაგრამ ერთი არის რაც მოგდის თავში და მეორე რა უნდა თქვა. დიპლომატია ზუსტად ეს სფერო არის, სადაც ყველაფერი კი არ უნდა თქვა, რაც თავში მოგდის. და მით უმეტეს, როდესაც ხარ აკრედიტებული დიპლომატი და შენ ვენის კონვენცია გზღუდავს, გიკრძალავს საშინაო საქმეებში ჩარევას. პირდაპირ წერია, აკრძალული არ შეიძლება ჩარევა. ამის საპირწონეთ, შენ რომ ეს შეზღუდვები გაქვს, ამის საპირწონეთ ადგილსამყოფელი ქვეყანა გაძლევს პრივილეგიებს. მათ შორის პრივილეგიებს საგადასახადო გათავისუფლებისგან. დიპლომატი რო შევა ტექნიკის მაღაზიაში და იყიდის ტელევიზორს, არიხდის DGG-ს, გათავისუფლებულია DGG-სგან. დიპლომატის ბარგი გათავისუფლებული არის შემოწმებისგან. ბევრი პრივილეგია არის, სამართლებრივი იმუნიტეტი, რომელიც აქვს. ბევრი პრივილეგია აქვს ამ
ამის სანაცვლოდ, რომ არის საუბრობს ყველაფერი, რაც მას თავში მოადგება. ამისთვის არსებობს მისი ხელისუფლება და თუ რაიმე საკრიტიკო არის, მისი ხელისუფლება იტყვის, ხედავთ რომ არავის არ ეზარება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით სიტყვის თქვა. რაც შეეხება ვინ ასაპირებს, ჩემი ფუნქცია ეს არ არის, ჩემი ფუნქცია არის რომ ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომელიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომელსაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევს ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არ არის. მაუწყებელსაც გითხარით თუ შეიძლება როგორც ვიცით ქართული ოცნებისგან შევიდა. დიახ, შევიდა. თქმაც, ეკრძალება მაგალითად ტელეკომპანია პირველს, ტელეკომპანია ფორმულას და სიტყვები, რომელიც მაგალითად რაც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი არხების ჟურნალისტებმა არ უნდა თქვან საინფორმაციო გამოშვება. პირველი რაც არის, რაც ასევე არის პროპაგანდა, რომელიც გუშინ რამდენიმე უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-მ გაავრცელა, თითქოს რაღაცა ახალი წესებია შემოღებული. აი ეს გახლავთ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2009 წლის 9 მარტს. 16 წელია აი ეს სტანდარტი იქნა მიღებული. ეს გახლავთ ის მუხლები, რომელიც მაუწყებელთა შესახებ კანონში არის, პირდაპირ ასლი, ეს არის აი ეს მაუწყებელთა კოდექსი, რომელიც კანონის ნაწილი იყო, პირდაპირ არის ასახული აქ. ეს სტანდარტები მოქმედებს 16 წელია უკვე საქართველოში. ახლა თქვენ ხართ ჟურნალისტები, მაშინ თქვენ მითხარით 16 წელი გვატყუებდით ჩვენ მაყურებელს, რომ ამ სტანდარტებს არა, რა გამოდის, რომ 16 წელი არ იცავდით ამ სტანდარტებს, ეხლა რომ ამბობთ, რომ არ არსებობს ეს სტანდარტი, 16 წელი მოქმედებს ეს სტანდარტი. ერთი, მეორე, აი NGO-ების განცხადებას, 16 წელი. გეტყვით. 16 წელი ამ სტანდარტების ასე ვთქვათ, სწავლებაში მილიონები დაიხარჯა ევროპული და ამერიკული ფული. და დღეს ის ევროპელი და ამერიკელები, ნახეთ გუშინ სენატორ შაჰინის განცხადება, მათ შორის ამასთან დაკავშირებით, დღეს გვეუბნებიან, რომ ის რაშიც ფული დახარჯეს, მილიონები რის სწავლებაში დახარჯეს, თურმე ყოფილა ტყუილი წყალში გადაყრილი ფული, რაზეც ახალი ადმინისტრაცია ისაც საუბრობს, რომ ეს წყალში გადაყრილი ფული იყო, მაგრამ 16 წელი აბა რა სტანდარტებზე საუბრობდა? რა სტანდარტებზე საუბრობდნენ? ეს სტანდარტი, რა თქმა უნდა ვიცოდით, მაგრამ ახლა ნახეთ რა არის განსხვავება. 16 წელი ზუსტად იმის გამო, რომ ეს ამ მედიებს ეს სტანდარტები ფურცელზე ქონოდათ და სინამდვილეში სხვა რამე ეკეთებინათ, თავს მოხვეული იყო ეგრეთ წოდებული თვითრეგულირების ასე ვთქვათ სისტემა, როდესაც ერთადერთი გზა, რომ ცილის წამება სხვა რაღაც საკითხები, რაც ზოგადად სტანდარტი არის ჟურნალისტური ეთიკისა, ერთადერთი გზა ქონდა მაყურებელს, ან ის ვინც იყო ამისი მსხვერპლი, ასე ვთქვათ, მიემართა თავად იმ ტელევიზიისთვის და თავად იმ ტელევიზიას უნდა ეთქვა, რომ მე ვარ ცუდი, მე ვარ დეზინფორმატორი, მე ვარ ზიზღის ენის გამავრცელებელი და თავისთავად დაესაჯა. რაც რა თქმა უნდა არ ხდებოდა. და რაც შეიცვალა, ზუსტად ეს არის. ერთი პატარა ნაბიჯი კანონმდებლობაში და ერთი დიდი ნაბიჯი დეზინფორმაციისა და ზიზღის ენის წინააღმდეგ მედიაში. კერძოდ შეიცვალა ის, რომ ამოვიდა თავად ამ ტელევიზიების, ასე ვთქვათ, თვითნებობიდან და სახელმწიფო იზრუნებს კომუნიკაციის კომისიის გზით, რომ ამ სტანდარტების დანერგვა იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება თავად საჩივარს, რომელიც ეხება საინფორმაციო გამოშვებებს და რომელიც ეხება საინფორმაციო გამოშვებებში წამყვანების და ჟურნალისტების მხრიდან შეფასებების გაკეთებას, რაც არის სტანდარტის დარღვევა. არ ვიცი მე, ჟურნალისტიკა ნასწავლიც გექნებათ, დიდი ალბათობით. რაღაც ტრენინგებიც გავლილი გექნება და მაუწყებელთა ქცევის კოდექსიც ალბათ თქვენთვის ახალი არის. 16 წელი ამას გასწავლიდნენ. რომ თქვენ საინფორმაციო გამოშვებაში არა თქვენი აზრები უნდა მოახვიეთ თავს მაყურებელს, არამედ ფაქტები უნდა განაცხადოთ. თქვენ ნახეთ მაგალითები, მათ შორის არალეგიტიმური პარლამენტი, მათ შორის ფორმულას ერთ-ერთი ჟურნალისტის სიუჟეტი იყო, აი აქ დგას, აი კორიდორში, დერეფანში დგას პარლამენტის პირდაპირ ჩართვაზე, პარლამენტში არის და არალეგიტიმური პარლამენტი, ასე ვთქვათ, ამბობს პარლამენტთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ, ამიტომაც ჩვენ ვინაიდან გაჩნდა ამის სამართლებრივი საფუძველი, მივმართეთ კომუნიკაციის კომისიას იმისთვის, რომ განიხილოს ეს საკითხები, იქნება საჯარო განხილვა, ყველა ნახავს. მე მგონი ხა ამაზე მარტივი მტკიცება იმის, რომ და არგუმენტი იმის, რომ არის სტანდარტის ცალსახა, პირდაპირი, უხეში და უტიფარი დარღვევა, მე მგონი არ არსებობს.
ყველას ეხება აბსოლუტურად ეს კიდევ ერთხელ ეს რეგულაცია ეხება ყველა ლიცენზირებულ როგორც ვთქვა მაუწყებელს, რომელსაც ეხება კომუნიკაციის კომისიის რეგულირება. და ერთს გითხოთ, აი ჩვენ რომ არალეგიტიმურად აღარ მოვიხსენიოთ მაგალითად ქართული ოცნება. რა შეიძლება თქვენთვის ლეგიტიმაცია მოგემატებათ, რა შეგემატებათ, იმიტომ რომ არალეგიტიმური ეს სიტყვა მაგალითად მე არ მომიგონია არ ყევებ პირველს, არ ტელეკომპანია ფორმულას, ხო? ევროკავშირის არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნებს. მათთვის არის როგორ ვიგადებ ეს საიდან აი უყურეთ ახლა ახლაც კი ფაქტის სიზუსტესაც დაკავშირებთ ახლაც ანუ უყურე აქაც რას ქვია აქაც კი როგორ გეკადრებათ რანაირად მიგვიჩნდება როგორ მიიჩნევთ ქვეყანას არალეგიტიმურად და ჩვენ სახელმწიფოს არალეგიტიმურად და ვინმეს არალეგიტიმურად ნუ აბა ვის მიიჩნევთ ოცნების წევრებზე არის საუბარი და არჩევნების არაღიარებაზე როგორ გაგრძელდება არალეგიტიმურობა და არჩევნების არაღიარება არა აი საქმეც ისა თქვენ ერთმანეთში ურევთ ევროპარლამენტის და რომელიღაცა პარლამენტების განცხადებებს რომელსაც შემდეგ თავადვე ებიჯნებიან ხელისუფლებები და ასე შემდეგ აი რომელმა პირველმა აღიარა მაშინ ესე ვთქვათ თუ არ არსებობს ასეთი რამ რომ რომელიმე ქვეყანამ უნდა აღიაროს სხვა ქვეყნის არჩევნები ანუ უყურეთ ჩვენ ხო საბჭოთა კავშირში აღარ ვცხოვრობთ როგორც იცით და ჩვენ ხო არ ვართ ვასალი ქვეყანა აი ადრე იყო რომ მათ შორის საქართველოს მეფეებს უწევდათ ჩასვლა სხვადასხვა დიდ დედაქალაქში იმისთვის რომ მისთვის მეფობა დაედასტურებინათ და გადაეცათ გვირგვინი ამისთვის მიდიოდნენ ლეგიტიმაციის მისაღებად მიდიოდნენ ბიზანტიაში თუ სხვა მმართველებთან მიდიოდნენ ჩვენ ეს ვასალობის პერიოდი გამოვლინდა ახლა ჩამოვყალიბდით რა გვინდა ჩვენ 34 წლის წინ რა მოხდა ჩვენ მოსკოვის ვასალობიდან რომელიმე სხვა ქვეყნის ვასალობაში გადავედით თუ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა თუ კი ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ მაშინ კონსტიტუციაში რა წერია ხელისუფლების წყარო ვინ არისო ხალხი სადმე წერია რასა იუკნევიჩიანი არის ხელისუფლების წყარო ან გერმანიის მთავრობა არის ხელისუფლების წყარო ან სადმე წერია რომ ესტონეთის მთავრობა არის საქართველოს ხელისუფლების წყარო სადმე წერია არ წერია აქედან გამომდინარე ლეგიტიმაცია და ხელისუფლება მოდის ქართული ხალხისგან რომელსაც ხედავთ რომ ძალიან ჭარბად აქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას არაფერი მე მგონი მიზნები უკვე საკმაოდ ცხადი არის ეს არის ქართული ხალხის დაზიანება აქამდე ზოგ შემთხვევაში ხედავით გარკვეულ თამაშებს დიპლომატიურ თამაშებს ახლა პირდაპირ არის მიზნად ამოღებული დაზიანდა საქართველოს ქართული ხალხი მათ შორის ნახეთ გარკვეული მცდელობები რომ საქართველოს ეკონომიკაზე დაესხან თავს ნახეთ საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოს განცხადებები რომელიც იყო აბსოლუტურად აცდენილი რეალობას და სტატისტიკას გამოაქვეყნე ამასთან დაკავშირებით ორი პოლონელი არ შემოუშვეს საზღვარზე წელს ორი წელიწად განმავლობაში შარშანდელი წელი და წელს ნახევარი წელი რო ავიღოთ 9 სულ 7 არ იყო შარშან 2 არა იცით რამდენი არ შეუშვა პოლონეთმა ქართველი 1400 თუ არ ვცდები და ახლა აქ რომ ცრუ პანიკას ატეხვას ცდილობდა პოლონეთის საელჩო ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვაფიქრებინებს რომ ამის უკან არ დგას კეთილსინდისიერი მიზნები და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რომ გაიხსნა ასე ვთქვათ იხსნება ტურისტული ასე ვთქვათ ცენტრალური სეზონი ამ დროს ასეთ განცხადებებს ვაკეთებს რა თქმა უნდა მე პირადად ჩემი ეჭვი მაქვს რომ ეს იყო გამიზნული თავდასხმა ქართულ ეკონომიკას სესია უნდა დასრულდეს ფორმალურად რა თქმა უნდა აღარაფერი ეშველება 12-ელს ასე ვთქვათ ვინაიდან მათ გაცდენილი აქვთ სესიის სტომების პლენარული სტომების ნახევარზე მეტი თუმცა ფორმალური პროცედურა სესია უნდა დასრულდეს საპროცედურო კომიტეტმა უნდა დათვალოს რამდენი სტომა ჩატარდა ვინ რამდენჯერ დაესწრო ასე რომ წინ აქვთ ჯერ კიდევ ეს სიამონება რა თქმა უნდა შეუძლია კი
მონაწილეობა და შანსს მიცემთ შემდეგ 12 ევროს. დიახ, რა თქმა უნდა, 12 დეპუტატს, რომელიც უკვე მოყოლებული დეკემბრიდან შატალოზეა და ასე ვთქვათ, იღებს პარტიულ დაფინანსებას მიუხედავად იმისა, რომ თითი არ დაუკარებია საქართველოს პარლამენტში მუშაობის მხრივ. რა თქმა უნდა, ეხა ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ და შესაბამისად უფლებამოსილება შეუწყდება ამ 12 ევროს. შემდეგი 12 ვინაიდან ჩახსნილი არ აქვს სია, რა თქმა უნდა, შემდეგი 12-ს ექნება შანსი, რომ ქართულ ხალხს დაანახოს საერთოდ რა იმის გაკეთებას აპირებენ თუ არა. შანსი, მაგრამ ვისიც არებია იდეაში ასევე შემდეგ. დაჭირდება და დაფინანსება შენარჩუნებული ექნება პარტიულად, რადგან სჭირდება, უნდა. ხო, ნახოთ ეხლა ეს მათი გადასაწყვეტია საერთო ჯამში, ჩვენ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენ იცით, რომ საერთო ჯამში ოპოზიციიდანაც გეცოდინებათ, რომ ბევრი ნანობს, რომ დაწერეს განცხადებები თავის დროზე მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით და 59 დეპუტატს შეუწყვეტეთ კიდევაც მანდატი, ასე ვთქვათ, უკან მოუსვლელად იმ მხრივ, რომ ჩახსნილი აქვს სიები, ნანობენ, იმიტომ რომ ზოგიერთმა უცხოელმა, მათ შორის ზოგიერთმა ელჩმა შეაგულიანა ისინი, რომ მიდით, გაიმეორეთ 2020 წლის სცენარი, დაწერეთ განცხადებები, რომ ხსნით მანდატებს, შემდეგ ქართული ოცნება ამას არ გააკეთებს, არ ჩახსნის და შემდეგ შეხვალთ შეგიყვანთ კიდე რაღაც შარლ მიშელის მსგავს რაღაც პროცესებში. ვერ გათვალეს, ვერც მათ გათვალეს და რა თქმა უნდა, უპირველეს ვერ გათვალეს მათმა უცხოელმა, ასე ვთქვათ, მმართველებმა. შესაბამისად, დღეს სანანებელი გაუხდა ბევრს და ვიცით ოპოზიციაში ამაზე რომ საუბრობენ, რომ ნანობენ, რომ თავის დროზე განცხადება დაწერეს და არიან ახლა პარლამენტის მიღება.